STEM კლუბის შეხვედრის კადრები. მინდა გითხრათ, რომ აი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭერბა მოსწავლეთა რაოდენობა. ვიცოდი, რომ წელს ბევრად მეტი მოსწავლე იყო მსურველი, ამიტომ ორი სხვადასხვა დღე შევარჩიე. თუმცა სავარაუდოდ მესამე დროის დამატებაც მომიწევს. ანუ დავყავი უფრო საბაზო საფეხურის მოსწავლეები ხუთშაბათობით, მაღალი საფეხურის შაბათობით, მაგრამ მაინც იმდენი მსურველი იყო, რომ არ გამოვიდა სხვანაირად. აი ამდენ მოსწავლესთან მომიწია მუშაობა ისეთ საკითხებზე, რომელსაც ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა ზოგადად, აი მართლა 15 ბავშვთან ძალიან რთულდება საქმე. დახმარებოდ ხოლმე შარშავინც დადიოდა იმ მოსწავლეებს, იყო მადლობა ღმერთს 4-5 მოსწავლე, მერვე მეცხრე კლასელი, რომელიც ძალიან დამეხმარა, მაგრამ აი არ ვიცი, რამდენად კმაყოფილებით არჩებოდნენ ბავშვები, იმდენად აი შეუფერებელი რაოდენობა იყო მოსწავლეების. აქვე უნდა დავამატო, რომ მე ვარ მასწავლებელი, რომელიც წუწუნებდა და დღემდე წუწუნებს 29 მოსწავლესთან მუშაობისას. გაკვეთილს. ანუ მართლა რთულია, რაც უფრო ცოტანი არიან მოსწავლეები, მით უფრო ადვილად მუშაობ და შედეგიანადაც. დღეს ერთი დავალება მაინც გავაკეთეთ, ყველა გუნდმა შეასრულა და აანთო ნატურა. მაგრამ აი რა ვიცი, ამ დავალებას გავაკეთებდით ამის ნახევარ დროში. თუმცა ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს აინტერესებთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ინტერესი შეუნარჩუნო. სავარაუდოდ ამ ნაკადს დავყოფ ორ ჯგუფად და ორ სხვადასხვა დროს დავიბარ, შეიძლება იგივე დღეს ჯერ ერთი ნაწილი მივიღო, შემდეგ მეორე ნაწილი. თან ისეთი კლასები არიან, რომლებიც მართლა ბევრი არიან თავის კლასში და აი გაკვეთილზე რომ აქ შემოვიყვანო, შეუძლებელი იქნება და ეს ბავშვები ხარ, რასაც ხედავთ რაოდენობრივად, ნებისმიერ კლასზე მეტნი არიან. მთლიანობაში დავითვლი რამდენი მოსწავლე იყო, 40 მეტნი იყვნენ. და გარდა ამისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რომ უნდა ვთქვა, დაწყებით კლასებს ვარ შეპირებული, რომ მათთვისაც იქნება STEM კლუბი. რომ პირველ და მეორე კლასელ მოსწავლეებსაც კი აქვთ სურვილი, რომ აქ იარონ და მართლა გვაქვს რესურსები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ამასაკის ბავშვებთან და აი რანაირად უნდა მოახერხო და როდის უნდა ჩავატარო, არ ვიცი. ნეტა არ შევპირებოდი მაინც, ზოგადად რომ შევპირდები ხოლმე ვინმეს რაღაცას, მართლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ შევასრულო და ფაქტობრივად რა საათებსაც ვატარებ ამ სკოლაში და არ ვუჩივი საათების რაოდენობას, მართლა დირექციას რაც შეეძლო. საკმაო რაოდენობა საათები მომცა, მაგრამ შეიძლება კიდე ერთი იმდენი დროის გატარება მომიწიოს STEM კლუბის შეხვედრებისთვის და აი მართლა ძალიან მიხარია, რომ ამდენ მოსწავლეს უნდა, მაგრამ ძალიან რთულია. ეს მოსწავლეები არც ერთი არ არის საბაზო საფეხურის ზევით და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შედარებით ნაკლები დრო აქვთ, მაგრამ ისინიც არიან ჩართულები STEM კლუბში და მათაც აუცილებლად ცალკე დროს დასჭირდება შეხვედრა. მოკლედ წარმატებები ჩვენ STEM კლუბს, ყველა მოსწავლეს და იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩართულობა არ შემცირდება და აი რამენაირად დროს გამოვნახავ, რომ ყველას ინდივიდუალურად მივაწვდინო დრო და ხმა. მადლობა ყურადღებისთვის.